მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისაც კიდევ ერთხელ გაუხარდა ჩემი ლიფტში ყოფნა. მე ვარ ირაკლი მარგალიტაძე და მე მგონი რომ კიდევ კარგად გავერთობით ჩვენ. მე ვარ აკოფიანი ვალერი და წინაზე ვიყავით მაიკოსთან ერთად, კაი დრო გავატარეთ და მე მგონი მოვიწონე მაყურებელს და იმიტომ გადავედი მეორე ტურში. მე საერთოდ არასოდეს არ მითამაშია, ყოველთვის ვარ ის რაც ვარ ცხოვრებაში და ალბათ ის მოეწონათ ჩემი რეალური სახე, ანუ რაც ვარ მე ცხოვრებაში, იგივე ვიყავი ლიფტში. დღესაც ვიქნები როგორიც ვარ, ნაკლებად ვითამაშებთ და ფიქრობ რომ მოვიგე. მე შემაგე ეს, იმიტომ რომ ჩემი ოცნება გავხდე გინეკოლოგი და რა ვიცი მოგეთ. მე მგონი არ მოიწყეს რა ჩემთან ერთად ახლა ის ვინც ამ შოუს უყურებს. შენ ვინ ხარ? შენ ვინ ხარ კაცო მე ვინ? მე ვალერი ვარ, შენ ვინ ხარ? რა მე ირაკლი ვარ. როგორ ძამდები? გასწოლე. კარგად ვარ რა. აუ. ესე ჩვენ გავაკეთოთ, ხო? მე ექიმი ვარ, იცი შენ? ექიმი ხარ? აბა. არა, კაია. აბა ეს დაკაჭები ფულსი, გამზი აბა. ძალიან ცუდათა ვარ, გუშინ ბევრი დავლია და ნახე აბა როგორ ვარ. შენ მე მგონი ისა შიცისისინი გაქვს ნიშნა. ო, აბა. რატო და ეხლა რა წამებული ხარ? 100% ხო ძმე, არასოდეს ავწდები ხლა შენ. წამალი გაქვს? კი, მაგრამ მომისმენ შენ რას უსმენ ახლა? მითხარი რომ ჩვენ ამით უფრო ავაწყოთ ურთიერთობა. რას უსმენ? ხო. ყველანაირი კაი მუსიკას. რეპს. რეპს. მოკლედ ყველაფერს უსმენ, ხო, რაც შენთან ახლოს მოდის. ვის კითხულობ? არა. არ მიყვარს კითხვა. არ გიყვარს კითხვა? რა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენ ცხოვრებაში? აი თუ თქვათ რომელმა წიგნმა თუ საერთოდ არ კითხვა, არც ერთი არაფერი არ წაგიკითხავს? არა. ნოდარ დუმბაძე არ იცი ნოდარ დუმბაძე შესაძლოა. კი ვიცი როგორაა, მაგრამ არ კითხულობ, არ მიყვარს. რატო არ გიყვარს? აი არ მიყვარს. სად სწავლობ შენ? არცად დავამთავრებ. რა დაამთავრე? ესე გაინტერესებს? ხო, მაინტერესებს, მაგრამ კითხვა არ გიყვარს და როგორ დაამთავრე? აი ისე დავამთავრე. როგორ? ჭრელად. ვაა. ან ეკონომისტი ვარ. ეკონომისტი ხარ? მე ეკონომისტს რო განათლება სჭირდება? რაც მჭირდება მე ვიცი. იცი? კი. ლექსებთან ახლოს ხარ, პოეზია გიყვარს თუ არც ლექსებს არ არა, გიყვარს? კი, კითხულობ იცი როგორ, აი როგორც თუ მომწონს კითხულობ თუ არა და არა. ტერენტი გრანელი იცი? ვის? ტერენტი გრანელი. არა. გაზაფხულის საღამო ამშვიდი, ხიდან ხელზე გადაფრინდა ჩიტი. არა. აი ახლა უკვე მეცოდინება. ეხლა უკვე გეცოდინება. შენ გიყვარს ხო წიგნების კითხვა? მე მიყვარს. ეს რა წიგნია? მე ლექსებს ეს არის ჩემი ჩანაწერები. აბა, ერთი წაიკითხე. აქ მიწერი. შენი ლექსებია? ჩემი ლექსები. ო, რა კაია. ოღონდ მე ისეთ ლექსებს რომელსაც შენ ვერ გაიგებ. მე აღარ მინდა ცხოვრება პატარა დამღალეს, დამტანჯეს ცივმა ქარებმა, მე უკვე ვფრინდები მივდივარ კლავ, მე უკვე წავედი გამიშვით რა. ვა. ნუ შეიძლება შენ ეს ცოტა ისე მოგეჩვენოს. გივიძნელაძე იცი? ესე იგი მაინც ერთი წუთი ეს შენი ლექსებია? აუ ეს ვინაა? ეს არის რა საყვარელი ბავშვია. ეს არის ჩემი ყველაზე ძალიან საყვარელი და ჩემი ყველაზე ძალიან მაგარი ადამიანია, ადამიანი რომელსაც მე ძალიან უყვარვარ და ადამიანი რომელსაც მე ვაღმერთებ პროსტა. და ვინაა შენი? ეს არის ჩემი ბიძაშვილის შვილი პატარა გუკა. გუკა. გურამიკო მარგალიტაძეა. ძალიან მაგარი და ხედეთ. აუ რა კაი პუტკუნა ბავშვია. ძალიან საყვარელია ხალხო ნახე აი. შეხე. ლიფჩი ვარ, ხალხი როგორ უნდა ნახოთ ბიჭო? აი, ლიფჩი. აი. ისე იგი შენ არავის არ კითხულობ. არა. შენ ისა ხო თუ არ კითხულობ, ისე იგი რა უნდა გითხრა? კი, წამიკითხე ერთი უიკაი ლექსი რა. აბა, ისე იცი საერთოდ ლექსები ზეპირად რამე? არა. შეყვარებული ყავს? კი. ვა, მაგარია. კიდე რაღაცები მითხარი ახლა შენს. ეხლა შენ მითხარი, სად სწავლობ? ისე იგი მე ვარ მომავალი სწავლობ ტელეკინო, რადიო ჟურნალისტიკაზე. ანუ შემიძლია გავხარ. თან ხარ ექიმი? თან ვარ ექიმი, იმიტომ რომ ექიმების გარემოცვაში ვიზრდები, კაცო.
აი, პულსი როგორი იყო ჩემი? რა? პულსი როგორი იყო ჩემი? პულსი არა კერე, მე შინძე გავშინჯავ ხოლმე. ამით? ხო, ამით. აი ეს მოძურა კაცო, იმიტომ რომ ესე შვება ხოლმე რა. აბა ესე. ტროლას გულირა. წეჩა. ესე. მიყვარს ფრენა, წვეჩი ესე მინდა რომ ვიფრინოს. დავდივარ ყოველთვის ფეხით, იმიტომ რომ მაგრამ ევასება ვიღებ. მიყვარს ფრენა? აბა. და როგორ პონჩი? ეწევი სიგარეტს. სიგარეტსაც ვეწევი თუ საჭიროა. ფრენა ეხა სიგარეტის. დაბოლდები? არა კაცო, მაგ პონჩი კი არ გეუნები. აი შემიძლია რომ აი მაგ იმის სურვილი რომ ერთხელ ესე გამომემბას ფრთები და მეც ვიფრინო რა. ანუ ვიარო ცოტა ისე რა, ეს წავიდე სადმე წამოვიდე იქეთური აქეთური, რომ ცოტა ხანი გავწდე ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემის აზრით დღეს ძალიან ბევრი ბოღმიანი ხალხი ცხოვრობს. კი, ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ და აი მინდა რომ ყველა კეთილი ხალხი იყოს და აი ამიტომ მინდა რომ ცოტა ხანი მე წავიდე და მე რაღაც ისეთი მაგრამ უშენოდ ყველა კეთილი იქნება? არა, უჩემოდ კი არა, მე ჩამოვიდა რაღაც ისეთ რაღაცებს რომ საიდან? ზეცი, აუ, კარი, ფრენა მინდა და ეხა საწავალ მეტროში ხო არ ჩავალ რა. რატო მეტროში ხო შეგიძლია? არა, მეტროში არ შემიძლია და ესეც ვაჩი მაგარი იქნება რა, რომ ვიფრინო და ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იქნება, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი კაი ხალხი ცხოვრობდეს და ძალიან ბევრი კეთილი ადამიანები და როცა კეთილი ადამიანები იცხოვრებს ჩვენს ქვეყანაში და რაღაცა ხო უფრო წინ წავალ და როცა ადამიანები ეყვარება და როცა ადამიანებს პატივს სცემენ ხო წვეთში მაგრა ვიქნებით და თუ ჩვენ ერთმანეთს მე როგორ ფიქრობ იქნება ეგრე? უნდა იყოს იმიტომ რომ მაგრამ ჩვენ არ ვინდომებთ და თუ ჩვენ ამას არა ეს არ ჩვენზეა დამოკიდებული არის ჩემზე ეს ყველაზეა დამოკიდებული ყველაზე მაგრამ ყველაზე ნუ ეხა შენ თუ მე დამარტყი მეც დაგარტყავ ხო თუ შენ მე კეთილ სიტყვას მეტყვი მეც გეტყვი ხო მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის იმიტომ რომ იმენა ამ ხალხს არ აქვს თავიანთი საქმე და ესე ქექავე რა სხვის ცხოვრებას და როცა ამ ეს ხალხი ამ ხალხს ანუ ექნება რაღაც კონკრეტული საქმე და თავისი რაღაცა და არ ექნებათ იმის საშუალება რომ იქეთ გაიხედოს და ხალხი არ გაჭორონ ან რაღაცა ხო? მე უფრო დაალაგდება რაღაცა ურთიერთობებიც, მაგრამ ყველაზე მთავარი ღვთისმსიყვარული. თუ ადამიანი უფალთან ახლოს არ არის, ის რაც გინდა მსახიობი იყოს, გინდა რეჟისორი, გინდა ის მაინც ადამიანი არ იქნება. თუ შენ ღმერთთან მართლა ესეთი ძალიან კაი ახლო ურთიერთობა გაქვს და თუ ღმერთი შენშია და ხო? მაშინ უფრო კეთილი ადამიანი იქნები და უფრო მეტი ის კაი გაკეთების საშუალებები მოგეცემა რა. გინდა რომ ყველაფერი კაი გააკეთო და. რა ვიცი ახლა მე ესე მოწონ ჩვენი თავრობა? აუ მოდი რა მე საერთოდ არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე. რატო? იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე და მაგრამ ძალიან ბევრი კაი რაღაცეებიც ხდება. ჩვენი საქმეცაა როგორ არის? არა, ჩემი საქმე მე არ ვიცი. ნუ შეიძლება რაღაც მომენტში იყოს ჩვენი საქმე და რაღაცა, მაგრამ მე არ მინდა რომ ეს ჩვენ ცხოვრებას წვიტავენ ეგენი და როგორ არა ჩვენი საქმე. ჩემ ცხოვრებას მე ყოველთვის წვიტავ, არა თუ თავრობა. თავრობა აგვარებს რაღაც ისეთ ვერ ვერკვევი რა, ნუ მალაპარაკებ ისეთ თემაზე, რაც არ არის ჩემთან ახლოს, ხო? საერთოდ იცი ვინაა ჩვენი პრეზიდენტი? ვიცი კაცო, მიხეილ სააკაშვილი. ჩემი ხატია სამშობლო. მე ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავდები. მე აბჯდები მე ჩარჩოში, არ ვაკეთებ იმას, რაც მოსწონს სხვას, მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ არასოდეს არ გადავდივარ სხვას. ყოველთვის ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ადამიანს ვიღებ ისეთი, როგორიც არის და არ ვცდილობ იმას, რომ იმას უჩიჩინო, გამოსწორდი, არ გამოსწორდი, არა. ჩემი მეგობრები შედგება ნარკომანებისგან, ლოთებისგან, მაგრამ მე იმათ არასოდეს არ ვეუბნები, რომ გამოიცვალოს და რაღაცა, ხო? სვეჩის არც შეგიძლია რომ არც შემიძლია და არც ვიზავ. ყველას არის თავისი ცხოვრება, ყველა უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსწონს, მაგრამ ის არასოდეს არ უნდა ავნებდეს თავისი საქციელი ცხურო. ანუ მეორეს. მიხდი, ხო? კი. კიდე აი არც ხელა ბატინგებში არ ნახდას. არც ხელა, მე ეს მომწონს და იმიტომ რომ მე ნახე ეს ქუდი ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა. მინდა გითხრა ქუდების კოლექცია მაქვს ძალიან ბევრი და უფლება კაი კეპკები გაქვს? კაი კეპკები. მე კეპკები არ მიყვარს. ცოტა ესეთი მიყვარს, წითელი ესეთი ქუდი მქონდა. მიყევი შენ გზას
და ადამიანებმა ილაპარაკოს ის რაც უნდათ. ვერ მიხვდი? მიხვდი როგორ არა? ეთანხმები. არა. არა? არა. რატო არ ეთანხმები, კაცო? შენ რაც გინდა იმას შენ ეხლა იკეთებ, ხო, თქვათ? ხო. და მე რო ამბობ ეს ნარკომანია და რაღაცა ეს ზურგს უკან და ისე და ესე რომ ძალიან პრიმიტიულ შედარებას ვაკეთებ, შეიძლება არც იყოს შესაძლებელი. და რა ვიცი, შენ უნდა გააკეთო ის რაც მოგწონს და ხალხმა იმენა რაც უნდა ის ილაპარაკო. შენ იმათი ასები უნდა არავინ უფლება არ მაქვს ჩემს ზურგს უკან ჩემზე ილაპარაკოს. და რო ილაპარაკებენ, კაცო, რო ილაპარაკებენ. ყურადღება. რო ილაპარაკებენ, მე უკვე სხვა ბაზარი წავა. კაი რა. რაც არ უნდა მოხდეს იარე წინ. კი, წავალ წინ, მაგრამ სხვანაირად. გოეთე. გოეთე რა არის? სოჩი იდებილებ თავს თუ მართლა არიცი არაფერი. არ ვიცი და. კაცო, გოეთე არიწოდეს? არა. ეს ღირსეული არა მაინტერესებს. დაგდებს უღირსთა კითხვას. უბედურება იწყება მაშინ, როცა მიღწეულის შემდეგ ჩერდები. მომისე შენი ლექსები წამი. შენ ლექსებს შენ ვერ წაგიკითხავ, შენ ვერ მე წაგიკითხავ შენ ძალიან მაგარი ხალხის ლექსებს ეხლა. ბრუნდები, მაგრამ ვერაფერს ვერ. ეს ვისი ლექსია? მე სხვანაირად მსურდა ცვლილება. როგორც ნესტიან ბუხარში ცეცხლი ჩამქრალე ჩემი გამოცდილება. არ ღირს, მაგრამ მაინც მივდივარ. დაკარგულს უკვე მართლა არჩევ. ეს არის გაგანა ხუცრიშვილის ლექსები და ეს მიყვარს ყველაზე ძალიან. ფანჯარა ისევ ძველი ხედები. ვხედავ ცარიელ ქუჩაში ქალი. მიდის და უკან არიხედება. რაღაც ნაცნობად უცნობი ჟღალი ოთახში მე ვარ დაგარეთ მარტი. დადღე გაქრება ქალივით წავა, ვერაფერ სიტყვის გაშლილი კარტი, ვერაფერ სიტყვის დაცლილი ყავა. ვა. არა, ალბათ ხარ შენ. ეს იმის ბრალია, რომ შენ არ კითხულობ წიგნებს. არ წავიკითხავ. არა, უნდა წავიკითხო წიგნ. აი არა. არასოდეს არ ვაკეთებ ისეთი ადამიანის პაროდიას, რომელიც არ მიყვარს. მარტო მამაშენის პაროდიას აკეთებ. რა ვიცი, ესე ლაპარაკობს ხოლმე, რა? ესე ლაპარაკობს, რა, ესე ლაპარაკობს, ესე. შენ მარცხნივალი ხარ, შენ როგორ შეიძლება ესე ჩაცმული დაადიოდეს ამხელა ბიჭი, კაცო, როგორ შეიძლება ესეთი რა? სერცხულია, მათი თუ არაფერი ვინ რას იტყვის? გაჩედი კაცო, დაანებე ბაღანას თავიეთი, ბაღანა არქლად. ეს მე მიაჩევია. დაანებე ერთი თავი, წერდა მაიწერდა მიწაში, მაიწერდა მუსლელში. მაგარი ქალი. სვეჩი მაგარი ქალია. მე ამის მერე მივდივარ სასაფლაოს. ეხლა? რა იცი რამდენი ხანი ვიქნები და? როცა გავიღებ, როცა? გუგული! არა, მაყვალა. მაყვალა! ცოტა კაი ნაზი ხმით. ისა, იცი საფალში როგორ უძახიან ხოლმე ერთმანეთს? ათანა! აცალი! აკანაშვილო! მაყვალა! აცალი! მაყვალა რეშობი! მაიცა თუ ვალეთში ვარ გამოვალ. კაგალობი ეწება მიღება დარა! რომელი? პარკი! ალიო! ალა! რომელი ხარ? ესე იგი, ეხლა ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჯოკერ. არა, რატო? არკი არა. რატო? ხო. არა? კი თუ არა? არა. ადმაშია. კოსტუმს ვიცო რაღაცა სპორტს თუ რაღაცა მე ლავკოს და რაღაცებს მივამაგებ. თორე ისე ვერაფერს ვერ დისკოტეკებზე დადიხარ? გაჭ. ჩვენთან იმართება დისკოტეკები? კი, როგორ. მე არ მომწონს საქართველოში გამართული დისკოტეკა. რატო? არა მომწონს, იმიტომ რომ საქართველოში არიციან გართობის დონე რა. მე ვერთობი კი არა უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როდესაც მივდივარ და ვნახულობ სპექტაკლს, როდესაც ვკითხულობ ტერენტ იგრანელს, როცა ვკითხულობ შტეფან ცვაიგს, ალექსანდრე დიუმას. რა ვიცი, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო შენ ცოჩი რა. მიდი და შეეცადე რომ დამიჯერე მე, წაიკითხე და ჯერ ძალიან მაგარი იმიტომ რომ ეკონომისტი ხარ. არ მიყვარს.
რა არ გიყვარს, რატო არ გიყვარს? აი ესე არ მიყვარს და ეგეთი პირველი. კი. როგორ ფოტოებს იღებ? ყველანაირს. რას ნიშნავს ყველანაირ? აი ეს. ბუნება, ხალხი, ცხოველები. ბევრი მეგობრები ყავს? კი. ბევრი თუ ისე რა? ბევრი, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. და ამ ბევრიდან ამდენსენდობი ყველაზე მაგრა. საუკეთესო რამდენი ყავს ვეჭი? საუკეთესო ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. მეგობრები ბევრი ყავს ეს. ხო, მეგობრები ეს. ისაც ვენდობი ძალიან ცოტა. დაახლოებით მაქსიმუმ 10. 10 სენდობი? ოჩახშე. და შენ რა არ ენდობი არავის? არა, როგორ არ ვენდობი, მაგრამ მე მყავს რამდენიმე მეგობარი, ვთქვათ 4. რომელსაც იმენა ესე იგი მეგობარი კი არა ძმაკაცი. ძმაკაცი რა, ძმაკაცზე უფრო მეტია, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ყველაფერს უკვე როცა უკვე გამორთე. მაინც. ენა რა ენა უნდა ვიცოდე, ბიჭო? გურული. გურული ვილაპარაკო დინდა? აი ვიცდია. რა ის არ შეგიძლია ახლა. რა ვთქვი, ამ პერიოდში არ შეგიძლია ლაპარაკი ბიჭო შეგურულა. გურულად არ შემიძლია. რა ის არ შეგიძლია? აი ისე. კიდე გასტავლო რაცხები? კი. რაცხა. რაცხა ეგ რა არის? რაღაცა. რაღაცა, ხო, რაცხა. რაცხა. მეიწი ახან ელანძე. მე რა ვთქვი აბა? მოიწი ახლოს, ხო? ხო, ელანძე. ელანძე? ერთი წამით. აი. როგორ მიიწი ელანდე? მეიწი ელანძე. ელანძე? ელანძე მოიაგე. ელანძე. ხო. კი. ელანძე იცი რა? ერთი წუთი? ერთი წუთი. მოიელანძე. მეცა. მეცა აგე. დამიწერე რა ფურცელზე. კაი, ვერ იღებს ამას შენ ტვი. მივი. მოიაგერ. ეგ ვიცი. აგერ. მეცა რაცხა არიცი? რაცხა იცი რა? მოიაგე ვიცი. რაცხა. რაცხა? რა? რაღაცა. რაღაცა რა. რაცხა. რაღაცა. გუშვი. გაუშვი. გაუშვი. დაწერე რა, მაინც დაწერე. კაი, ახლა თქვა. აი, იყოს რა. როცა რაღაცები იცი, ნუ იმაშვები რა. არა, ნუ ეხლა კაი არ რო არ შემეშალოს მაინც რა. გუშვი. მეიცა, კიდე რა თქვა. ევიდა ბაღანა წყალაზე გადმორდა და ამეგდო ჭლიკი. იცი რა? ბაღანა მივხვდი, მაგრამ დანარჩენი ვერ. ევიდა ციცაბ წყალაზე. სკალაზე? წყალაზე. სკალაზე რა? გადმორდა და ამეგდო ჭლიკი. სკალაზე რა არის? იბე. დაწერე. ჩემი თვითონ თუ შენ ჭლი. ვინ? არა. სავაიო უეჭ. მესიჯია? ნო. მიდი დამიწერე სკიბე როგორა? სკალა? კალა. იბე. კიდო რაი. კიდო? კიდე? კიდე. ამბარძღა? აზე არ ვარ. ამბარძღა. წამაქცია. ვა. კინაღამ ამბარძღაო. კინაღამ იცი რა? კი, ვიცი როგორაა. ისე იგი ლამის წამაქცია რა ამ პოინტში. ლამის წამაქცია. კიდო რაი? როგორ ახარ? რა ფერ ხარ? ო. რა ფერ ხარ? რა ფერ ხარ ძაბა რა შობი? რა ფერ ხარ? როგორ ხარ? კიდო რაი? კობულეთში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები და სად არ ვიარეთ მოკლედ და მე ჩემო მეგობარმა თქვა რომ ის ვქნათო რა ქვიაო წავიდეთო და ხელვაჩაური და ქედა და ისინი მოვინახულოთო რა. კაი მეთქი მე უთხარ და წავედით ახლა ვიარეთ იქით ნუ ჯერ მარშრუტკით და მე სოფელში რომ მევედით იმით დავდიოდით რა ჩხანთებით და რაღაცებით მოვშობოდით დავდიოდით იქით თუ რეკით და წამერგინე ახლა აცხაზე კოდმე და იმაზე მიპანტულია ეს ლაკატგას რომ გეიქნებ ერთი და ისე სახლები იყო და მივედით და ახლა ჩვენ გევისვატეთ ვითო თბილისელები ვართ რამე რომე და აუ აქ როგორ ვიცხოვრებ და აუ როგორ შეიძლება რა აქ ცხოვრება აუ არ შემილია რა აი მართლა ვერ ვიცხოვრებ და ასე მოდის კაი
ნგენ უხური ამგენს აქცია ხა დავიდევიარებით მეზობლებს და ფართობებს მოგიზომავთ წაიკითხე აკამ ტერენტი გრანელი წაიკითხე შენ სვეჩი რა არის რო ტიტუ მომკარი ღმერთო ტერენტი გრანელი არის ის უნა ტერენტი გრანელი კვირკველია დაიბადა წალენჯიხაში ეს იყო ერთ-ერთი პოეტი რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა და ძალიან ისეთ ლექსებს წერს რა რაც ადვილი გასაგები არ არის ადამიანებისთვის და წაიკითხე უცებ მართლა კაი ის რა დამიწერე ვინა აბა ორ დამოვიწყეს ტერენტი გრანელი შენ ვაფშე გადააგდებ რო გახვალე ხო არა რატომ უნდა გადავაგდო ტერენტი გრანელი ეს წაიკითხე და რას წერს რო ლექსებს მარტო ხო და ჩანაწერებიცა კიდე წაიკითხე ვინ თუ იცი ისა რა ქვია კიდე ვისა შტეფან ცვაიგი წაიკითხე კაცმა რომელმაც შტეფან ცვაიგი წერა ნოდარ დუმბაძე იცი ვაფშე კი ვიცი წაიკითხავს მისი ნაწარმოები მე ბებიალიკო და ილარიონზე ვაფშე აზრი ფილმი მაქვს ნახე როგორ ფილმი კი გაქვს მაგრამ იქავე რომ წერია იგენი არ გაქვს წაკითხული არა ჩვენ ვარ ჯარის კაცები მერე ჩვენ ვარ ჯარის კაცები ძროხა მომებალახიო არა ძროხა მოგცემ ბალახს მე შენ მომეცირძე მერე რძეს რომ მომცემ მე გამოვიყვან ყველს გავყიდი ბაზარში ვიყიდი წიწილებს გავზდი წიწილებს გავზდი წიწილებს რო გავზდი მე იმ წიწილებს გავყიდი მე ვიყიდი ხორს მე გავზდი ხორს გოჭებს დავზდი ისა გავხდები ფერმერი მე რომ მოხარ იცილარი აი ისავა შენთან ერთად რო ლიფჩი გავიჭერე სასში რომ მივდოდა ძალიან თო ბავშვი მყავს შელა და ძენ მომნაცელა მე კიდე გეტყვი რომ შენ ახლა წადი მე მომიტან ბალახი და მე მოგცემ ძეს მეთქი რა მომენატრები გაივლისათი დოსისე ნუ ხარეკვი დროს დრო თვითონ გატყვის ვიშვარეთ მადაბლამა ვიშვარეთ უიჯება და უვინება იყო შენ მოგებულმა სირმა ჩუბს დაო რა ქვია მაგმის ვის ეს რომ ხეს ერთი დღე ორი დღე ეს მაიკოს რომელს სტეფანი ერთი დღე ორი მადუდი ვიჩი ვარ ბიჭო აჯი გაიუბა ია იცი რუსული კარგად ენა არა მოიგო ძმობას მიცავართ ორე просто ავიწევი ახლა რა всё всё კი არა იცი თუ არა არ ვიცი და არ მკითხოთ ხო რატო აუ მომასწრეთ ეს რა გაიყვანეთ მშია მაგრამ მშია ძალიან მშია ხალხო მშია და შეიძლება შევჭამო
აუ ამ ადამიანის ყურში ევჭამე ხლა. საიდან დაიწებ? საიდან დაიწებ? ყურზე მაყოფილდები უკვე რა. და მე სვეტში მაგრა ვხდები რა. მე 2 დღეს აღავჭავ და მე კიდე სამბევჭავ ყურს. ესე არ გატყდეს. მოვჯდები. რა იყო ბნედა მაგ და არ უნდა ის რაღაცა ეს რო წამოვიღე ესე უნდა მიქნა რა. რო ესე თუ აუფართხალდი და დაუფართხალდი ხო? ეს გამიკეთე რა პიში, იმიტომ რომ ცუდად ხვდები ხო. ეს რა ეს? აი ეს, ან შენი ტელეფონი ხო? სვეტში ესე კაბელებთან თუ значит ენა არ გადავყლაპო და იმიტომ რომ ყველა 5 წუთში მიშვება ხოლმე. რა ზომა გაქვს შენ ფეხი? 42. 45 ზომა მაქვს მე ფეხი რა 45. ეს 46-ია. მიდი აბა მოისმინი ვიღაც არის გარეთ? აი მიჩენ. მოისმინი ვიღაც არის გარეთ? ხო, მოისმინი რა. აუ რა ამბავია? აუ რა ხდება? ჩხუბია. აუ გოგოს დაუგვიანია გუშინ სახში. ზევითა სართულზე? მოიცა. რა უქნია ბიჭოს? ზევითა. რა ვარც დაბადებული იმნაირი არ ყოფილა. რა უქნია მამშობელი რა. აგეთ მაინც გავასულიყავი. აუ აქან სვეტში მაგარი ამბავია. აუ რა კნეს. სადა კეიფი აბა ნახეთ. მოიცა მაინც რაღაც. დაუძახოთ ვიღაცას. აკა კეიფი. არა მთლიანთან ხას. ეს. კაი ჯანდაბას. გაძებ მიშანს რომ ეს 50000 და სწრაფად თქვი რამდენს მაძლევ ახლა? 25. ფრაიფში მოტია. ცოტა მეტი რო გეთქვა არც ვერც. პაპალამ 50 და 50 რატო? აი რო გეთქვა ერთი 20000 რა მოხდებოდა? იმ 30000 და 20000 შერევთ აქ ჩა. ცოტა. ეხლა მე რომ მქონდეს ისე იგი ძამ ნუ კაი ამდენი რომ მქონდეს 25000 მოგცემდი ამ წამსვე. მერე წავიდები და მოქმედებაში ცოტას. სახში მაგ იმის მაინც რამდენს? ბავშვის სახში გავცეთ პროსტა 25000 და ზუსტად დავიტოვებდი 5000. ჩეიფსი. მერე 5000 დატოვებ 25-დან. 25-დან ვიტოვებ 5000. დანარჩენს ბავშვთა სახს ურიგებ, უდედმალ ბავშვთა სახს ურიგებ. ცოტა ეკლესიას შევწირავ, გულახდილად ვამბობ, ცოტში ვამბობ, მართალს ვამბობ. ჩემს მეგობრებს ვეხმარები, იმიტომ რომ მართლა სჭირდება ძალიან ბევრს იმის თანხა და კიდე რა ვიცი ვეხმარები რა, ყველას ვეხმარები და 25000 გაძოდა რა, გინდა მეტი. ხოდა. აი, თუ მეც მოვცემ უფრო კაია, მაგრამ მეც არ მინდა ნახევარი მყოფნის რა, 25000 მან მყოფნის ახლა. ოღონდ ლარებში მოვცემ, კაი? კაი, იყოს ლარებში. უცე გადავწ. კარგად დაითვალე? კი, დავითვალე ცოტა ლარი და 20 თეთრი აკლია რა. 5 თეთრი აკლია. 5 თეთრი აკლია. კარგად ნახე, აბა, უკანა ჯიბეში რა მეკ. აუ მე მგონია მომაცა ესე. სადა ლიფჩი ვარ, ვინ უნდა გამოგაცა? არა, რო შემოვდიოდი, ხო რა, მაგით რა. ესე იგი, რა ვქნათ ახლა? მე დღეს დავიღალე ჯდომი. რომ მაგიცე შე? არა. არა, კი. დღეს მაგ. რამდენი წლის გახდი? ეგს რომ დამიწერე? ხო. კილოცო. რა, არა, თუ დაიღერო. არა, არ შემიძლია ასე ვქერა. პრინციპში ვიყავი ის ვინც ვარ ცხოვრებაში და მე მგონი რომ ჩვეულებრივი იყო აი
ვიყავი ის, რაც ვარ რეალურად. წინა გაჭედვაზე მე ვიყავი ძალიან აქტიური და დღეს რაღაც პასიური ვიყავი, თავი მткиოდა, მაგრამ ბოლო მომენტებში გამილო მткиვილმა და კარგად გავერთეთ. წინა პარტნიორი არაჩვეულებრივი იყო, მართლა ძალიან კაი ადამიანი იყო და მართლა მავსებდა რა და ესეც კაი ადამიანი იყო, ეხლა ცუდი პიროვნება მართლა არ ყოფილა. უბრალოდ იცი რა იყო? რაღაც ესეც პასიური იყო, როგორც სოფო რა. ცოტა პასიური იყო, მე ბოლოს ცოტა გაიხსნა სავით, მაგრამ მე მაინც მინდოდა რომ გიჟი ყოფილიყო და ვერ იყო ის რაც უნდა მინდოდა რომ ყოლოდა გვერდით. ნუ ეხლა წინა პარტნიორი იყო გოგო. ესაა ბიჭი, ძალიან დიდი ისა რაღაც მაინც სხვადასხვა ისა, მაგრამ ეს ბიჭი უფრო მომეწონა იმიტომ რომ იყო ძალიან მხიარული. და კარგ განწყობაზე ვიყავი მთელი ის გაჭედილი დროს. მე ჩემი პარტნიორი არ დამიფარავს, იმასაც გქონდა ჩემნაირი შანსი რომ ყოფილიყო ის ვინც იყო, მაგრამ ეთქობა რომ არის აქტიურად ცხოვრებაშიც ესეთი ტიპია. ნუ ახლა მაყურებელს როგორ მოვიწონი პასიური მე არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ წინაზე ვიყავი აქტიური და ახლა ვიყავი პასიური. შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი არის 50-50-ზე. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიტყვი, ეს ყველაფერი არის თვითონ მაყურებლის გადასაწყვეტი. შემდეგ ეტაპზე გადასვლის იმედი მაქვს და მაყურებელმა გადაწყვიტოს გადავალ თუ არა.